Შერიგდნენ თუ არა დავით და ანა ბაგრატიონები გაზეთ პრაიმ ტაიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით სამეფო წყვილი 2 წლიანი განშორების შემდეგ ისევ ერთად არის. ვრცელდება ფოტოებიც, რომელიც 19 დეკემბრით თარიღდება და მასზე დავითი და ანა შვეიცარიაში ერთ-ერთ მიღებაზე არიან დაფიქსირებული. რეალურად იყვნენ თუ არა ცალ-ცალკე სამეფო გვარის წარმომადგენლების შორენა ხვით შეარკვევდა. დავით და ანა ბაგრატიონები 2010 წლის 19 დეკემბერი, შვეიცარია, ჟენევა. გაზეთ პრაიმ ტაიმის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით სამეფო წყვილი 2 წლიანი განშორების შემდეგ ისევ ერთადაა. გამოცემა ექსკლუზიურად ავრცელებს სოციალურ ქსელ Facebook-იდან ამოღებულ ფოტოებსაც, სადაც ჩანს, რომ შვეიცარიაში ერთ-ერთ მიღებაზე სამეფო წყვილი ერთად გამოცხადდა. ფოტოების ქვეშ მინაწერში კი ისინი ისევ მეუღლეებად არიან მოხსენიებული. ჯურის წერის შემდეგ რაღაცა პერიოდი იყვნენ ცალკე, მაგრამ ჯურის წერა ეს არის სამუდამო ბეჭედი და თუ ოჯახში ყველაფერი ხდება, ეხლა ძალიან გამიხარდა მე რომ გავიგე რამდენიმე თვეა მე მგონი ერთად არიან. მეფე დედოფლის ოჯახთან დაახლოებული ქართველ თავადაზნაურთა საკრებულოს ვიცე-წინამძღოლი ია ბაგრატიონ მუხრანელი ამბობს, რომ სამეფო წყვილი ამჟამად საქორწინო ტურნეში იმყოფება და ფოტოებიც ამ პერიოდში გადაიღეს. ია ბაგრატიონის ინფორმაციით შვეიცარიის გარდა წყვილი ესპანეთს, დანიას და კიდევ რამდენიმე ქვეყანას ეწვია. სამეფო გვარის წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ დავითისა და ანას საქორწინო კავშირი მყარი იქნება. მათი ჯვრის წერის შემდეგ გავრცელებული ხმები მათი დაშორების შესახებ კი იმ ადამიანების გავრცელებულია, ვინც ეკლესიას, პატრიარქს და ყოველივე ეროვნულს ებრძვის. ეს არ არის ჟურნალისტიკა, ეს არის არც ყვითელი პრესა, არც რაღაცა დაკვეთით შესრულებული რაღაცა PR კამპანია უარყოფითი ნიშნით იცით თქვენ. Ну, ვისაც არ უნდა, ვინ ებრძვის ჩვენს პატრიარქს, ვინ ებრძვის ჩვენს ეკლესიას, მავანს და მავანს არ უნდათ. Facebook-ის მომხმარებლებს სამეფო წყვილის ახალი ფოტოების ნახვა დავით ბაგრატიონის დიდი ბაბუის მიერ დაარსებული ორდენის გვერდზე შეუძლიათ. მისი წევრები დავითსა და ანას მეფედ და დედოფლად მოიხსენიებენ. ანა და დავით ბაგრატიონების წყვილმა ჯვარის სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის კურთხევით 2009 წლის 8 თებერვალს დაიწერა. მას შემდეგ პრესაში არაერთხელ გაჩნდა ინფორმაცია სამეფო ოჯახის დარღვევის შესახებ. დღევანდელი ინფორმაცია კი მას შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც საზოგადოებამ დავით და ანა ბაგრატიონები კვლავ ერთად იხილა.